მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ვისაც იღბლის არ სჯერა, მას ცხოვრებისეული გამოცდილება აკლია. ციტატის ავტორია მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ინგლისელი მწერალი ჯოზეფ კონრადი. შეიძლება გახსოვთ, რომ კომენტარისთვის ისეთ ციტატებს ვირჩევ, რომლებშიც ერთგვარი პარადოქსული აზრია და შემდეგ ვცდილობ ხოლმე, რომ ეს პარადოქსი ამოვხსნა და დღევანდელი ციტატის პარადოქსი ის არის, რომ როგორც წესი იღბლის და რაციონალური ძალების უფრო მეტად გამოუცდელ და ერთგვარად უმეცარ ადამიანებს ჯერათ ხოლმე და ჯოზეფ კონრადი კი ამბობს, რომ არაო, პირიქითო, იღბლისო, მას არ ჯერაო, ვისაც გამოცდილება აკლიაო. სანამ იღბალზე უფრო მეც გეტყვით და ჩემს აზრსაც გაგიზიარებთ, რა სხვაობაა იღბალსა და ბედისწერას შორის, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომერთეთ აქ ამ პლატფორმაზე. ქართული ენის კარგად მცოდნე ადამიანისთვის იღბალი არის გამართლება, კარგი ბედი. ამ სიტყვას აქვს მხოლოდ დადებითი შინაარსი. იღბალი არ შეიძლება იყოს შემთხვევა, რომელიც ან კარგი გამოდგება შემდეგ და ან ცუდი. არა, იღბალი ყოველთვის ეს არის ბედის საჩუქარი, ცხოვრების საჩუქარი. ეს არის ის, რასაც ადამიანი ვერ აკონტროლებს, მაგრამ რასაც ცხოვრება მას კეთილგანწყობით მიაგებებს. ხშირად ახალგაზრდა ადამიანი არის უფრო მეტად დარწმუნებული თავის ძალებში, თავის შესაძლებლობებში, ვიდრე ვთქვათ უფრო ასაკოვანი და ცხოვრების ჭირვარამ ნანახი ადამიანი და მართალია, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ხასიათი, ჩვენი არჩევანი ჩვენს ბედს განსაზღვრავს, მაგრამ სწორედ ასეთმა გამოცდილმა ადამიანებმა იციან, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რასაც ადამიანი გამოცდილების მიუხედავად ვერ აკონტროლებს. ხო და აი ამას ამბობს კონრადის ციტატა, რომ გამოცდილება გვაიძულებს ვაღიაროთ, როგორი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გამართლება, იღბალი, შემთხვევა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად გვეძლევა როგორც ცხოვრების საჩუქარი. გავიხსენოთ ვეფხისტყაოსანი. ავთანდილი არაბეთის პასპეტი მიდის უცხომოყმის მოსაძებნად 3 წლით. გაიარა 2 წელმა და 9 თვემ ვერ იპოვა ვერც უცხომოყმე და ვერც მისი მნახველი ვინმე ადამიანი დედამიწის ზურგზე. შემდეგ გაივლის მინდორს 1 თვე მიდის და კაციშვილს ვერ ნახულობს, უკაცრიელი მინდორია და აი 2 თვე აქ დარჩენილი, სანამ ვადა ამოეწურება და გაჩერდება და ფიქრობს, რა ვქნაო. წინ წავიდე, ვაი თუ დამაგვიანდეს, მეძებნა გავაგრძელო და იქ კიდე გარდაცვლილად გამომაცხადონო, ეს არ შეიძლება რომ მოხდეს. უკან დაუბრუნდე და სატრფოსთან ხელცარიელი როგორ მივიდეო და როგორ უთხრაო, რომ ამდენ ხანი ვეძებე და ვერაფერი ვერავინ ვერ ვიპოვეო. და აი ამ განსჯაშე და ბოლოს გადაწყვეტს, რომ ხო არ მარგებსო ხლა ჩემი თავის დამუნათება, ღმერთის გარეშე არაფერი არ იქნებაო და ალბათ ის ადამიანი მართლა არ არსებობდაო, მართლა ეშმა იყოო და ამიტომ მოდი დაუბრუნდები უკანო. ბოლოს ესე გადაწყვეტს, რომ დაბრუნდეს ხელცარიელი, მაგრამ ადამიანის წესზე ჭამა მოუნდაო და მოკლა ნადირი და ამზადებს ამ ნადირს, რომ ივახშმოს თუ ისადილოს და ამ დროს ამ უკაცრიელ მინდორზე დაინახავს 6 მხედარს და შემდეგ ესენი აღმოჩნდებიან ხატაილი ძმები და მათი დამხლები პირები, რომლებიც დაანახებენ სადღაც შორს წერტილივით მოჩანს სწორედ ის უცხომოყმე, რომელსაც ამდენი ხანი ამაოდ ეძებდა. ეს ამბავი ავთანდილის შეხვედრა ხატაილ ძმებთან მაშინ, როდესაც უკვე გადაწყვიტა სახლში დაბრუნება, რა თქმა უნდა, არის იღბალი, არის ის გამართლება, ის საჩუქარი ცხოვრებისგან, რომელმაც შემოაბრუნა ავთანდილის ცხოვრება და რომელმაც შემდეგ განაპირობა ყველაფერი დანარჩენი, რაც ვეფხისტყაოსანში მოხდა. იღბალს სწორედ ეს ახასიათებს, რომ ადამიანის უკუღმა მიმავალი ცხოვრება წაღმა შეუძლია, რომ შეატრიალოს, ოღონდ იღბალი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გეძლევა შანსი, შესაძლებლობა. მეტი არაფერი იღბალი არ არის და ადამიანი ამ შანსს ან გამოიყენებს, ან ვერ გამოიყენებს.
მახსოვს ნონა გაფრინდაშვილმა მითხრა ერთი ძალიან საინტერესო აზრი, მოსაზრება და ეს ადრეც თქვი ერთ გადაცემაში და ეხლა აუცილებლად მინდა გავიმეორო, აი რა თქვა, ზოგი დუშაშს გააგორებს და რაღაცას მიაღწევს. შეიძლება არ იმსახურებდეს, მაგრამ გააგორა დუშაში. როცა ადამიანი დაუმსახურებლად რაღაცას მიიღებს, ყოველთვის თავში უვარდება, მაგრამ ეს დროებითია. ნებისმიერ მიღწევას განვითარება სჭირდება. სხვა შემთხვევაში აუცილებლად ყველაფერი დაიკარგება. ეს არის ძალიან დასამახსოვრებელი სიტყვები და კიდევ ერთხელ გვეუბნება და გვაჩვენებს ეს სიტყვები, რომ იღბალი არის მხოლოდ შანსი და არაფრის გარანტია არ არის. ახლა მინდა მოკლედ მოგითხრათ ერთი რომანის შინაარსი, რომელიც ძალიან ბრსა და დამაჯერებლად აღწერს იმას, რაც ნონა გაფრინდაშვილმა ორი ფრაზით გადმოგვცა. რომანის ავტორი არის ჯორჯ ელიოტი, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ინგლისელი მწერალი ქალი და მის რომანს ქვია მისივე მთავარი გმირის სახელი საილეს მარნერი. ეს არის გმირის სახელიც და რომანის სახელიც. ეს საილეს მარნერი იყო ძალიან მარტოსული, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ერთი მეგობარი ყავდა და 10 წლის განმავლობაში ძალიან დაუახლოვდა ამ კაცს. ბოლოს 10 წლის თავზე ამ კაცმა უღალატა და დააბრალა, რომ მოიპარა ოქრო და სოფელმა დაიჯერა, რომ ესე იგი საილეს მარნერი იყო ოქროს ქურდი. და ამ ცილისწამებამ ეს ისე გაანადგურა ეს ადამიანი, რომ ვეღარ გაჩერდა თავის სოფელში, აიყარა იქიდან და წავიდა სხვაგან საცხოვრებლად. და იქ სადაც მივიდა, არავითარი სასიცოცხლო ძალები აღარ ქონდა. ფეიქარი იყო ხელობით და ქსოვდა და აი ამ ქსოვაში იღებდა გასამრჯელოს და დაიწყო აი ამ გასამრჯელოს მოგროვება. რაღაცნაირი დიდი მგრძნობელობა გაუჩნდა ფულის მიმართ, ოქროს მიმართ და დაიწყო ფულის შეგროვება, ძალიან ცოტას ხარჯავდა, ბევრს ინახავდა, სამალავი ჰქონდა თავის ქოხში და ეს ქოხიც ამ სოფლის განაპირას ედგა. და მოკეთ მოხდა უბედური ამბავი, ერთხელაც, როდესაც კარი ღია იყო და თვითონ საილეს მარნერი გასული იყო იქვე სადღაც, მოვიდა მის ქოხში მეზობელი დიდარი კაცის შვილი, უწესო ადამიანი, რომელსაც უნდოდა რომ ეს ფული ესესხა და სიამდვილეში რომ დაინახა რომ სახლში არავინ არ არის, ქოხში უცებ მიაგნო სამალავს და აიღო ეს ფული და წაიღო მთლიანად. და როდესაც დააბრუნდა ეს ჩვენი გმირი თავის ქოხში და მოვიდა საღამო და ტრადიციული რიტუალის ჩატარება დააპირა და რა იყო ეს ტრადიციული რიტუალი, რომ ყოველ ღამე ამოიღებდა ამ ფულს და ითვლიდა. და თითქოს ეს დათვლა ამ ფულის თვალიერებას ზენდა მის ცხოვრებას არს. და ნახა რომ ფული აღარ არის. გაგიჟდა ადამიანი, რა თქმა უნდა მთელ სოფელს შეატყობინა, მაგრამ კვალი არ იყო დატოვებული და ვერავინ ვერ გაიგო რა მოხდა. იმ რამდენიმე წუთში, სანამ ეს ადამიანი იქვე იმყოფებოდა თავის სახლთან, მაგრამ არა ქოხში. და ესე იგი ცხოვრებას არ შეუძლია, რომ ადამიანი მეტად გატეხოს, ვიდრე ამ ამბავმა გატეხა საილეს მარნერი და ფაქტობრივად ეს ადამიანი 40 წლის ასაკში ცოცხალმკვდარი გახდა და მართლა დაკარგა ყველანაირი აზრი, სიცოცხლის, გათენების, მუშაობის და ყველაფრის. და აი ზუსტად ამ დროს შემოbrunდა მისკენ იღბალი. რა მოხდა ახლა, რა იყო შინაარსი ამისი? ზამთარია, ღამეა, ყინავს, თოვლია და გზაზე, სოფლის გზაზე მიდის ახალგაზრდა ქალი, 2 წლის გოგონა ყავს უბეში ჩასმული და მოკეთ ბოლოს ისე იღლება და ძალები ისე ეკარგება მთლიანად, რომ მიესვენება ბუჩქზე. ხა ფიქრობს, რომ და დაისვენოს, მეტი ძალა აღარ აქვს, რომ გზა გააგრძელოს და სიამდვილეში გაიყინება ეს უბედური ქალი, ახალგაზრდა ქალი და ბავშვი ამოძვრება მისი უბიდან და მიდის სინათლისკენ და მოკეთ ისევ აღმოჩნდება, რომ საილეს მარნერის ქოხია, ეს ქოხი ისევ ღია, კაცი ისევ არ არის და ბავშვი მივა კერიასთან, სითბოსთან და დაბრუნდება საილეს მარნერის სახლში და ხედავს, რომ ბავშვია.
ბავშვია, მის ქოხში არის ბავშვი, უცხო ბავშვი გოგონა ულამაზესი. და ბევრჯერ ამბობს მე საილეს მარნერი, რომ არ ვიციო, ან ფული საწავიდაო, ან ეს ბავშვი საიდან მოვიდაო, მაგრამ ამ ბავშვს მიიღებს როგორც ღვთის დიდ საჩუქარს, როგორც დიდ იღბალს, დიდ გამართლებას, ყველაფერს თვითონ უკეთებს იმის მიუხედავად, რომ კეთილი ქალი მეზობელი ეხმარება, მაგრამ უნდა რომ ბავშვს ის უყვარდეს როგორც მამა და მისგან კონდეს თავარი ამაგი და მართლაც გაზრდის უდიდეს სიყვარულში თავის შვილს. და აი გადის 16 წელიწადი, მამა და შვილი ერთად ცხოვრობენ, რა თქმა უნდა გოგონა მიცის, რომ ეს მისი ნამდვილი მამა არ არის. და 16 წლის შემდეგ ისე მოხდება, ისე დატრიალდება, ასე ვთქვათ, ბედის ბორბალი, რომ დაკარგული ფულიც აღმოჩნდება და დაბრუნდება საილეს მარნერთან და გოგონას მდიდარი მამაც გამოჩნდება, რომელიც თავის შვილს თავაზობს, რომ წაიყვანოს და ყველანაირად უზრუნველყოს მისი ცხოვრება, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ამ ჩვენმა გმირმა თავისი იღბალი სწორად გამოიყენა, ის ზედმიწევნით სწორად გამოიყენა და კარგად გაზარდა ეს თავისი შვილი, საბოლოოდ ფულიც მასთან რჩება და რაც მთავარია შვილი რჩება მასთან და ამ ფულსაც რა თქმა უნდა დაკარგული აქვს ის საკრალიზაცია, რაც ადრე ქონდა, სანამ ბავშვი არ ყავდა საილეს მარნერს და ასე გადარჩება ეს კაცი, რომლის ცხოვრებას ნამდვილად იღბალი მოატრიალებს. რა კი ბავშვის მიერ მოტანილ იღბალზე ვილაპარაკე, მინდა კიდევ ერთი მოთხრობა გაგახსენოთ. შფოთიანი ბანაკის ბედნიერება ქვია ამ მოთხრობას და ბრეთ ჰარდი ამერიკელი მწერალი არის მისი ავტორი. ამ მოთხრობაში რა ხდება? როგორც სათაურიც გვეუბნება, აი შფოთიანი ბანაკის ამბავი არის აღწერილი, ეს არის მამაკაცების ბანაკი კალიფორნიაში, სადაც თავი მოუყრიათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მამაკაცებს, რომლებიც ოქროს ეძებენ და უბრალოდ ოქროს მოიპოვებენ ხეობაში იქვე ამ ბანაკთან ახლოს, მაგრამ ეს ბანაკი სრულიად მამაკაცური სივრცეა, არეულობა, აყალმაყალი, ჭუჭყი და ასე შემდეგ. და აქ ცხოვრობს ერთი ქალი ინდიელი, რომელიც გააჩენს შვილს, ბიჭუნას და გადაყვება მშობიარობას. დარჩება ეს ბავშვი ბანაკს და ბანაკი მას მიიღებს როგორც დიდ იღბალს და დიდ გამართლებას, ცხოვრების საჩუქარს. და დაიწყებენ ამ ბავშვის აღზრდას, დაარქმევენ მას ბედნიერებას და მთელი ბანაკი იკრიბება ამ ბედნიერების ირგვლივ. თვითონაც წესრიგდებიან, ბავშვსაც გარემოს მთლიანად უწესრიგებენ, როდესაც მიდიან ხეობაში ოქროს ამოსაღებად, ბავშვს ტოვებენ ტოტებით დამზადებულ საწოლში, რომელსაც საბანი აქვს გადაფარებული და ირგვლივ არის ყვავილების სურნელი და სურნელოვანი ბუჩქები, რომ ბავშვმა კარგ გარემოში გაატაროს ის საათები, სანამ უფროსები არ არიან და მოკლედ იმდენად გარდაქმნის ეს ბანაკი ბანაკს ბავშვის ცხოვრება, რომ ავტორი ამბობს, რომ ასე დაიწყო შფოთიანი ბანაკის ნეობრივი აღორძინებაო. შემდეგ ესე იგი ამ ბანაკში ქუჩასაც გაიყვანენ, სახლებს ვაზს და ყვავილებს დაურგავენ ირგვლივ და მოკლედ აღნარია იქაურობა და შფოთიანი ბანაკი აღარ არის და ბედნიერებას მოაქვს მათთვის ბედნიერება, როგორც სულიერი, ისე მატერიალური, ოქრო არის, მოაქვთ, შრომობენ, მაგრამ ეს ამბავი რომანისგან განსხვავებით ძალიან ტრაგიკულად მთავრდება იმ ხეობაში, საიდანაც ოქრო ამოაქვთ, მოვარდება ისეთი დიდი წყალი, რომ წაიღებს იმ სახლს, სადაც ბედნიერება და მისი მამობილი ცხოვრობენ და აი ეს ორი ადამიანი, პატარა ბავშვი, მამობილთან ერთად, ეს ჩვენი ბედნიერება მარადისობას შეუერთდება. მე კი ვთქვი, რომ იღბალი ყოველთვის კარგს ნიშნავს და ასეც არის, მაგრამ ისიც ხო ვთქვი, რომ იღბალი მხოლოდ შანსია და არ არის გარანტია და ეს შანსი შფოთიანმა ბანაკმა მართლა იდეალურად გამოიყენა, მაგრამ ტრაგედია მაინც ვერ აიცილა თავიდან და აი ახლა მოვიდა დრო, რომ ვილაპარაკოთ არა მხოლოდ იღბალზე, არამედ ბედის წერაზე.
როგორც დღევანდელი ციტატა ამბობს, რაც მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს ადამიანს, მით მეტად რწმუნდება, რომ არსებობს რაღაც, რასაც ის ვერ აკონტროლებს და ვერასდროს ვერ გააკონტროლებს. ოღონდ ის, რაც კონტროლის მიღმა, შეიძლება იყოს შემთხვევითობა, მაგრამ შეიძლება, რომ ადამიანმა ჩათვალოს აუცილებლობად, გარდაუვლობად და შემთხვევითობა არის სწორედ იღბალი და აუცილებლობა და გარდაუვლობა არის ბედისწერა. ესე იგი, ბედისწერა ნიშნავს, რომ ადამიანებს ჯერად რაც არ უნდა შეემთხვეთ, როგორც არ უნდა შეტრიალდეს, შემოტრიალდეს მათი ცხოვრება, ბოლოს მაინც მივლენ იქ, სადაც მათ განუსაზღვრა თავიდანვე ბედისწერამ. და იღბლის ბევრს ჯერა, იმიტომ რომ ბევრს გამოუცდია ეს და ბედისწერის ჯერა ცოტას, მაგრამ ვისაც არ ჯერა ბედისწერის და ვინც ფიქრობს, რომ ადამიანის ცხოვრებას ბედისწერა ნამდვილად არ წარმართავს, აი ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბედს მის ცხოვრებას ქმნის ყოველდღიური გადაწყვეტილებების, ყოველდღიური არჩევანის ჯამი. ახლა გადაცემის ბოლოს კიდევ ერთ ნამდვილ ამბავს გიამბობთ. ესეთი ამბავი ისტორიის განმავლობაში ბევრი მომხდარა, მე ერთს გიამბობთ. მე-15 საუკუნეში ჰერცოგმა ვალანტინოამ კარდინალი ადრიანეს მოწამვლა გადაწყვიტა და გამოიყენა ამისთვის, შეარჩია უბრალოდ ის მომენტი, როდესაც კარდინალმა ეს ჰერცოგი და მისი მამა, პაპი ალექსანდრე მე-6 დაპატიჟა ვატიკანში სადილად. და ჰერცოგმა წინასწარ გააგზავნა ერთი ბოთლი ღვინო, ეს იყო მოწამლული ღვინო და იქ მეორე თუ ხუთს შეუთვალა, რომ ამ ღვინოსო ძალიან განსაკუთრებულად გაუფრთხილდიო. მოვიდა ამ ვახშმის დღე და პაპი მივიდა უფრო ადრე, ვიდრე ვახშამი იყო დანიშნული, მოითხოვა ღვინო და მეორე თუ ხუთსმა გულუბრყვილად გადაწყვიტა, რომ ამაზე უფრო მეტად და როგორ უნდა გაუფრთხილდე, პაპი მოვიდა და ღვინოს ითხოვსო და გამოიტანა ეს ჰერცოგის გამოგზავნილი ღვინო. შემდეგ ჰერცოგიც მოვიდა უფრო ადრე ვიდრე კარდინალი. მანაც ეს ღვინო დალია, პაპმაც ღვინო დალია, ჰერცოგიო რას იფიქრებდაო, რომ ასე სასოებით გამოგზავნილ ბოთლს ვინმე მე ხელს ახლებდა მისი მითითების გარეშე და მოკლედ მოხდა ისე, რომ პაპი ადგილზე გარდაიცვალა, ჰერცოგი ტანჯვაწამებით, მოგვიანებით გარდაიცვალა და კარდინალი გადაიჭრა. აი კარდინალის გადარჩენა ნამდვილად იყო შემთხვევა და მისი იღბალი, მაგრამ რა იყო პაპის და ჰერცოგის სიკვდილი, ამას თქვენ სახელს დაარქმევთ იმის მიხედვით, თუ რისი გწამთ, თუ გწამთ ბედისწერით, იტყვით, რომ დიახ, ეს იყო მათი ბედისწერა, მაგრამ თუ გწამთ არჩევანის, მაშინ იტყვით, რომ ის რაც მოხდა, ჰერცოგის ძალიან არასწორი არჩევანის ლოგიკური შედეგი იყო და მეტი არაფერი. დღევანდელი ციტატა გვასწავლის, რომ სულ უნდა გვახსოვდეს, ჩვენს კონტროლს მიღმა არსებობს რაღაც, რაც შეიძლება იყოს უბრალოდ შემთხვევა, მაგრამ შეიძლება იყოს იღბალი, შეიძლება იყოს ცხოვრების საჩუქარი, რომელიც გვაძლევს შანსს, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შემოვაბრუნოთ. და თუ ჩავთვლით, რომ ესეთი შემთხვევა არის იღბალი, მაშინ აუცილებლად ეს იღბალი სათანადოდ უნდა დავაფასოთ. დღეს ამით დაგემშვიდობებით, ხვალამდე. და მანამდე კიდევ თხოვნას გიტოვებთ ტრადიციულს, რომ გამოიწეროთ ციტატა და რა თქმა უნდა ტრადიციულად დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.